შეცდომებზე ვილაპარაკოთ, ჩვენ რა შეგვეშალა წინა საარჩევნო პერიოდში, რომელიც ძალიან დატვირთული იყო, დაძაბული, ახალი ჩვენთვის და პროცესში ვსწავლობდით ყველა, როგორც მედია, ისე პარტია. ჩვენი ძირითადი შეცდომა იყო ის, რომ ძალიან აპრობირებული მეთოდი, რომელსაც სახელმწიფო სისტემები მიმართავენ, როგორც არის გარკვეული ფიგურები, რომლებიც ადამიანებში მოსახლეობაში ნდობით სარგებლობენ, მათი რაღაც წინა საარჩევნო მიმხრობა ხდება ხოლმე და პროპაგანდაში გამოყენება ხდება ხოლმე. ასეთი ადამიანებს ძალიან ხშირად უთმობდით ხოლმე ტრიბუნას. ეგ იყო ჩვენი სერიოზული შეცდომა, იმიტომ რომ წინა საარჩევნოდ ეს შემოგვიბრუნდა და წინა საარჩევნოდ ბევრმა დაიწყო იმის ლაპარაკი, რომ ეხლა ოცნებას უნდა მისცენ ყველამ ხმა და ოცნებას თუ არ მისცემენ ხმას დაიკარგება ხმები და ასე დააბნიეს ამომრჩეველი და ეს რა თქმა უნდა ჩვენი შეცდომა იყო, მაგრამ ეგ როგორი საკითხია, იცი? აი ეხლა ჩვენ გარკვეული პერიოდი უყურებდით საკითხს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი კარგია. და ჩვენ საერთოდ ვცდილობდით, რომ ყველანაირი სტუმარი მოგვეწვია და ყველანაირი პოზიცია გაჟღერებულიყო. ფაქტია, რომ საქართველოს რეალობაში სამწუხაროდ ეგრე ვერ დგება საკითხი. საქართველოს რეალობაში ძალიან მიკერძოებული ეს ფინანსური ჯგუფები არსებობენ, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ პოლიტიკურ ექსპერტიზას, მედიას და ასე შემდეგ. ამიტომ წინა საარჩევნოდ ეგრე ხდება და ეგრე ხერხდება, რომ ის ორი ჯგუფი, ეს ფინანსური ჯგუფი თავისკენ ხრის ნებისმიერ პოზიციას და ჩვენი წარმოდგენა და ჩვენი ასეთი მოლოდინი, რომ ეგრე არ მოხდებოდა, არ გამართლდა და წინა საარჩევნოდ ჩვენ წინააღმდეგ დაიწყო პრობლემა ისიც იყო, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც ეთერებში ფიქსირდებოდა, მე ავტომატურად ჩვენ აზრად საღდებოდა. ხო, ჩვენ აზრად საღდებოდა. კი, აი რამდენჯერ ყოფილა ეთერი, როცა ვიღაც კონკრეტულ სტუმარს რაღაც თავის აზრი გაავრცელებია და შემდეგ სხვა ეთერში მაყურებელს დაუწერა, რომ აი თქვენს ეთერში ამას ლაპარაკობენ, თქვენი პოზიციას ასეთია და ჩვენ გვიწევდა მე იმაზე საუბარი, რომ ნებისმიერი სტუმარი ვინც აქ მოდის, პირობითად გირჩი, ვახო მეგრელიშვილი, რომელიც აქ მოდის, ვერ შეიძლება რომ მოინათლოს როგორც ალტინფოს პოზიცია. ეგ როგორი საკითხიც არის, ახლა ძნელი სათქმელია მანდ გამოსავალი რა იყო და რა შეიძლება და გვექნა. ეხლა ამ გადმოსახედიდან თავისთავად ცხადია, უფრო ადვილია ამაზე საუბარი და ამ ანალიზის გაკეთება. მაშინ მაგისი დანახვა უფრო ძნელი იყო და ცოტა სხვანაირი მოლოდინები ჰქონდა. ზოგადად ამ არჩევნების მერე ჩვენ ძალიან ბევრი რამე თვალნათლივ დავინახეთ და ძალიან ბევრი რამე დაკორექტირებას ვაპირებთ და შეცვლას ვაპირებთ. საერთოდ სამწუხაროდ შეიძლება მაშინ რა შედეგიც დაიდო არჩევნებზე, ეგ ძალიან სამწუხარო შედეგი იყო, მაგრამ ეხლა ჩვენ გვაქვს ის მიდგომა, რომ სულ სხვანაირი რაღაც ნაბიჯებით, განახლებული რაღაც ხედვებით მოლოდინი გვაქვს, რომ ჯერ ერთი ცოტა ნაკლები ამბიციები დავისახოთ, იმიტომ რომ რანაირი პროცენტიც გვეგონა, რომ კონსერვატიული ნაწილი იყო ქვეყანაში, თათ ეგრე არ ყოფილა, სინამდვილეში ქვეყანაში უფრო ცუდად ყოფილა საქმე, ვიდრე ჩანდა. სინამდვილეში ორი შამფური მწვადის ჯობს ქრისტიანულ დემოკრატიას. ხო, აი ახლა მაგალითად ამჯობინეს ვიღაცებმა. ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს ის, რომ რა რაოდენობაც ვართ, ეს რაც შეიძლება გავზარდოთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ არჩევნებისთვის რა არის სწორი პოზიცია, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეყვანა მოახერხა სისტემამ და
და ზოგადად იმ შექმნილმა ვითარებამ რაღაც ძალიან სახიფათო ვითარება შეიქმნა წინა საარჩევნოდ, ქვეყანა ომში ჩაერთვებოდა თუ რა პრობლემაში აღმოჩნდებოდა ასეთი საფრთხეების წინაშე რო აღმოჩნდა, გაუჭირდა მოსახლეობას რაღაც ნაბიჯების გადათქმა. ამიტომ ეგ თავისთავად ცხადია ჩვენ მაგაში იმოქმედა მაგ მოვლენებმა და ჩვენ შედეგზე აისახა. მაგრამ ეგ გამოსწორებადია, ყოველ შემთხვევაში თუ არ გვექნება ისეთი მოლოდინები, რომ რაღაცა ერთბაშად უცბად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორებისკენ სვლა.